დილამშვიდობისა. ეს საქართველოს პირველი არხია, თქვენ უყურებთ გადაცემას პირადი ექიმი მარი მალაზონია ჟესტურ ენაზე თარგმანით. ჩვენ ყოველდღე ვსაუბრობთ ადამიანზე და არ გვენანება სიტყვები ადამიანის ღირსების წარმოსაჩენად. რა თქმა უნდა, ეს ასეც უნდა იყოს, იმიტომ რომ ნებისმიერ საზოგადოებაში მთავარი ფასეულობა, მთავარი ღირებულება ადამიანია და ჩვენი გადაცემაც სწორედ ამ თემას ეძღვნება, ადამიანის ღირებულებას, ნებისმიერი საკითხი, რომელიც არ უნდა იყოს ჩვენი განხილვის საგანი, ადამიანს უკავშირდება და ადამიანის განვითარების სხვადასხვა ეტაპზე ვცდილობთ დავინახოთ თუნდაც ერთი და იგივე პრობლემა. დღევანდელი ჩვენი გადაცემა არის სწორედ ამ საუბართა ციკლიდან, როდესაც ჩვენ ვცდილობთ დიაგნოზს მივადევნოთ თვალყური. უფრო სწორად მივადევნოთ თვალყური იმ ადამიანებს, რომლებიც კონკრეტული დიაგნოზით აგრძელებენ ცხოვრებას და როგორია ცხოვრება ამ კონკრეტული დიაგნოზით, როგორია თანაცხოვრება კონკრეტულ დიაგნოზთან. ჩვენ შევთანხმდით, რომ სწავლობთ დაავადებებს, მაგრამ ამავე დროს ვითვალისწინებთ იმასაც და უპირველეს ყოვლისა იმას, რა იცის დღეს ამ პროგრესთან დაკავშირებით მედიცინამ. დღევანდელი ჩვენი საუბარი არის გაგრძელება აპრილის საუბრებისა, როდესაც ჩვენ თქვით, რომ დიახ, აპრილი არის აუტიზმის ცნობადობის თვე და წარმოვიდგინოთ, როგორია ცხოვრება აუტიზმით ამ თემაზე. ჩვენ ვისაუბრებთ ჩვენი გადაცემის მეგობართან ერთად, რომელსაც ძალიან კარგად იცნობთ. იგი არის ერთდროულად ფსიქიატრიც და ნევროლოგიც, მედიცინის დოქტორი ქალბატონი მედეა ზირაქაშვილი არის ჩვენი სტუმარი. დილამშვიდობისა მედეა, მობრძანდით. როდესაც ჩვენ აუტიზმს ვახსენებთ, რასაკვირველია, ეს მხოლოდ ერთ კონკრეტულ თარიღს არ უკავშირდება, ეს არის თანამედროვე კაცობრიობის ერთ-ერთი ყველაზე საყურადღებო თემა, რომელიც ქცევითი თვალსაზრისით ჩათვალა საზოგადოებამ ძალიან მნიშვნელოვნად, მაგრამ ამავე დროს ჩვენ პირველად არ ვსაუბრობთ აუტიზმზე და უფრო მეტიც თქვენ ხართ ჩვენი ტრადიციული სტუმარი ყოველ 2 აპრილს, მაგრამ დღეს ჩვენ სრულად განსხვავებულად გვინდა შევხედოთ საკითხს, არა უბრალოდ აუტიზმი ვახსენოთ და აუტიზმზე ვისაუბროთ, არამედ როგორია ცხოვრება აუტიზმით და საზოგადოება როგორც წესი ადამიანებს უყენებს სხვადასხვა მოთხოვნებს. როდესაც ჩვენ პატარები ვართ, ჩვენ მიმართ დამოკიდებულება განსხვავებულია, მაგრამ ვიზრდებით და საზოგადოება ელოდება, რომ ჩვენ უნივერსიტეტში ჩავაბარებთ, მერე დავოჯახდებით, შვილები გვეყოლება, სახლებს ავაშენებთ, მანქანებს ვიყიდით. ეს არის საზოგადოებაში დამკვიდრებული სტერეოტიპი, როგორი უნდა იყოს ადამიანის ცხოვრების სცენარი. როგორია ასეთ შემთხვევაში აუტიზმის დიაგნოზის მქონე ადამიანთა ხვედრი? მოგესალმებით, მარი, და ნამდვილად უნდა გითხრათ, რომ რადგან საზოგადოების მოლოდინები ასეთი არის, ზუსტად იგივეს ითხოვენ აუტიზმის მქონე აუტისტი ადამიანების მიმართ. თუმცა თუ იმ გზაჯვარედინზე, რომელსაც ჩვენ მეძახით, რასაც ტრანზიცია ქვია, ტიპური განვითარების ადამიანისთვის, ეს პროცესები შედარებით მარტივად ხორციელდება, არის გარკვეული თავისებურებები აუტისტი ადამიანებისთვის, რომელიც აუცილებლად უნდა განვიხილოთ. ვთქვათ, რომ ზოგადად აუტისტი ადამიანებისთვის ცხოვრების მანძილზე დგება 5 ძირითადი გამოწვევა. პირველი ეს გახავთ სოციალური ურთიერთობები და სოციალური ჩართულობა, რომელიც ვიცით, რომ ერთ-ერთი კარდინალური ნიშანია და თავისებურება აუტიზმის სპექტრის საშუალების მქონე ადამიანებისთვის. მეორე ძირითადი მიმართულება გახლავთ მაინც განათლებასთან დაკავშირებული და თუ ჩვენ გვაქვს მოლოდინი ტიპური განვითარების თინეიჯერის მიმართ, რომ მან უნდა ჩააბაროს უმაღლეს სასწავლებელში, ამ ადამიანებისთვის ძალიან ბევრი გამოწვევა იქიდან გამომდინარე, რომ ინტერესთა სფერო ვიცით, რომ საკმაოდ შეზღუდულია, მათი мотиваციის დონის შენარჩუნება ასეთი მარტივი არ არის, ამიტომ რომც ჩააბაროს უნივერსიტეტში და ითვლება, რომ დაახლოებით 38% აბარებს აუტიზმის სპექტრის საშუალების მქონე ადამიანების უმაღლეს სასწავლებელში, დიახ, თუმცა კიდევ უფრო ნაკლები ამთავრებს, დაახლოებით 10% იმის გამო, რომ აუტიზმის სპექტრის საშუალების მქონე ადამიანებში ეს დროპაუთი უნივერსიტეტზე თავის დანებების ხარისხი საკმაოდ მაღალია. მესამე ძირითადი გამოწვევა, რომელიც
აქვთ ამ მოზარდებს გახლავთ მაინც დასაქმებასთან დაკავშირებული სირთულეები და ნახევარი კიდე ესეთი ყველაზე გაზვიადებული პროცენტია, რაც შეიძლება ვთქვათ, გამდინარე იქიდან, რომ აი ჩვენ თავისებურებები და მრავალფეროვნება ვახსენეთ და ეს ადამიანები თავისი მრავალფეროვნებით განსაკუთრებულ დამოკიდებულებას საჭიროებენ, როგორც ინდივიდუალური მოთხოვნების, ასევე გარემო მოთხოვნების გათვალისწინებით. მეოთხე მნიშვნელოვანი კომპონენტი, რომელიც გვაქვს, გახლავთ თვითადვოკატირების სირთულე, იმიტომ რომ ეს მათთვის ძალიან მნიშვნელოვანია და თვითადვოკატირებაში ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პირველ რიგში ძალიან აქტიურად მიდიოდეს მუშაობა მათ სოციალურ შემეცნებაზე, იმიტომ რომ მათი საკუთარი ძლიერი და სუსტი მხარეების შესახებ ინფორმაციის ფლობა ასეთი ადვილი არ არის. ამიტომ ჩვენ ამაზე ვისაუბრებთ და შესაბამისად ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ეტაპი ტრანზიციისთვის უნდა იყოს სწორედ ეს, რომ ეს თვითადვოკატირებაზე ძალიან ადრეული პერიოდიდან ვიმუშაოთ და მეხუთე ყველაზე მნიშვნელოვანი გამოწვევა, რაც გვაქვს ხოლმე ჩვენს მოზარდებთან და შემდეგ დასულ ადამიანებთან, გახლავთ ეს ფუნქციური უნარები, დამოუკიდებელი ცხოვრება, იმიტომ რომ შედარებით ადრეულ ასაკში თუ ქართულ კულტუროლოგიურ სივრცეს გავითვალისწინებთ, ჰიპერმზრუნველობის ხარისხი ძალიან მაღალია და ამ ადამიანების დამოუკიდებლობაზე პრაქტიკულად არავინ არ ფიქრობს. ეს არის ესეთი ხუთი ძირითადი მიმართულება, რომელიც შედარებით უფრო რთულია აუტიზმის სპექტრის საშუალების მქონე ადამიანებისათვის და შესაბამისად ყველანაირი ღონისძიება უნდა იყოს გამოყენებული გარემოს ინდივიდუალური ოჯახის წევრების მხრიდან, რომ მათ შედარებით მარტივად გადალახონ ეს პროცესი. თქვენ ახსენეთ სხვადასხვა წახნაგი, რომელიც ადამიანის ცხოვრების და განვითარების ეტაპებს ასახავს, თუმცა შეიძლება გაჩნდეს კითხვა, უამრავი ადამიანი არასრულებს საუნივერსიტეტო განათლებას, სასკოლო განათლებასაც კი და ძალიან წარმატებით ვითარდება პროფესიაში. ძალიან ხშირად ადამიანი პოულობს ადგილს საზოგადოებაში, ოჯახის, თქვათ, ახლობლების მხარდაჭერის გარეშეც და ამიტომ აქ იბადება კითხვა, იქნებ აუტისტური სპექტრის მქონე ადამიანებისათვის არც იყოს, თქვათ, სავალდებულო იმ სტერეოტიპის თქვათ მორგება, რომელსაც ცდილობს საზოგადოება, ან წინასწარ დაწერილი კონსპექტებით ცხოვრების აწყობა, რომ უნდა ჩააბაროს ინსტიტუტში, მერე დაოჯახდეს, გამრავლდეს, თქვათ, სახლი აიშენოს, მანქანა იყიდოს. ეს საზოგადოების მხრიდან დასმული კითხვებია და მოთხოვნები და ხშირ შემთხვევაში ჩვენ ხდებით ხოლმე ამ გავლენების უბრალოდ ზეწოლის მსხვერპლი. როდესაც ჩვენ ვამბობთ აი ჩამოთვლილთაგან ამ ხუთი ფაქტორიდან ყველაზე რთული რა არის? გამოცდილება რა ასაჩვენებს მე და ძალიან საინტერესოა, რომ ალბათ ამ ნეირომრავალფეროვნებაზე ბოლო 10 წლების მანძილზე ზუსტად იმიტომ ხდება ხაზგასმა, რომ პრაქტიკულად ყველა სფერო ერთნაირად საყურადღებოა. რა თქმა უნდა, ამ შემთხვევაში როგორც არ არსებობს ერთი ადამიანი, რომელზედაც ჩვენ შეიძლება რომ აუტიზმის სპექტრის საშუალების კლინიკა გავშალოთ, ასევე არ არსებობს ადამიანი, რომელსაც შეიძლება რომ ვთქვათ რომელიმე ცხოვრების გარკვეულ ეტაპზე ვთქვათ რაღაცნაირად ერთნაირი ნიშნულობით კონდეს გამოხატული. შეიძლება ითქვას, რომ ცხოვრების გარკვეულ ეტაპზე ამ მიმართულებებიდან ერთი გარკვეული მიმართულება იყოს ძალიან პრობლემური, მაშინ როდესაც სხვა ეტაპებზე სხვადასხვა მიმართულება ერთი ან რამოდენიმე მიმართულების მიხედვით შემოდიოდეს. და ძალიან საინტერესო თემატიკა მოიტანა ახლა თქვენმა ნათქვამმა, ითვლება, რომ თუ წლების განმავლობაში ჩვენ აუტიზმის სპექტრის საშუალების მქონე ადამიანებზე საუბრობდით რაღაცა წრფივ მოცემულობაზე, როდესაც არსებობს ნულოვანი შესაძლებლობა და უსასრულობა, ითვლება, რომ თვითონ აუტისტი ადვოკატები ამბობენ, რომ ჩვენ შეიძლება აუტიზმის სპექტრის საშუალება წარმოვიდგინოთ ერთგვარი წრის სახით, სადაც გვაქვს 8 ძირითადი მიმართულება სხვადასხვა სფეროების თვალსაზრისით და ცხოვრების სხვადასხვა ეტაპზე ეს სირთულეები და ძლიერი მხარეები აბსოლუტურად სხვადასხვა ფერით, ანუ სხვადასხვა სიმძიმით ან სისუსტით არის წარმოდგენილი. ანუ მერყევია ეს მაჩვენებლები. დიახ, რა თქმა უნდა, მერყევია. ამიტომ აუტიზმის კლინიკურ გამოვლინებას განსაზღვრავს არა მხოლოდ თვითონ დიაგნოსტიკური მიმდინარეობა, არამედ განსაზღვრავს ასაკი და განსაზღვრავს გარემო, რომელიც რეალურად აქტიურად მონაწილეობს ამ პროცესში. როდესაც მშობელი პირველად შეიტყობს დიაგნოზს,
მისთვის ბევრი რამ არის გადასალახი, მაგრამ ერთ-ერთი არის ფიქრი შვილის მომავალზე. ყველა დედა ფიქრობთ ჩვენი შვილების მომავალზე და ეს ფიქრია ზუსტად რომ გაგვაღვიძებს, გვამუშავებს, გვახარებს, გვადარდიანებს და გვასევდიანებს და ასე შემდეგ. მაგრამ როდესაც საუბრობთ მომავალზე აუტისტური სპექტრის აშლილობის მქონე ბავშვის მშობელთან დაკავშირებით, მისი დარდი და ფიქრი უკავშირდება სწორედ სოციალურ ადაპტაციას. სწორედ იმ თემებს, რაზედაც დღეს თქვენ საუბრობთ, როგორ შეუძლია მშობელს დაეხმაროს და აი იმ სირთულეებიდან, რომელსაც ბევრი წახნაგი აქვს და დღევანდელმა თქვენმა საუბარმა ამაში დაგვარწმუნა. სად შეუძლია მას შემსუბუქება, რამდენად შეუძლია მშობელს შემსუბუქება და რამდენად შესაძლებელია, რას ამბობს თანამედროვე მედიცინა, რას ამბობს ყოველდღიური თქვენი პრაქტიკა, შეუძლია მშობელს ამ ხრივ შეუმსუბუქოს თავის შვილს გზა? ძალიან კარგი შეკითხვაა და მინდა რომ აქაც აუცილებლად შესავალი გავაკეთო, რომ ნახეთ ჩვენ ძალიან აქტიურად საუბრობთ ამ ტრანზიციაზე და აუცილებლად უნდა ვახსენოთ, რომ ისევე როგორც მხოლოდ პიროვნული ზრდა და პიროვნული გაძლიერება ჩვენ არ შეგვიმსუბუქებს ტრანზიციის პროცესს, მხოლოდ ოჯახის ჩართულობა სხვა კომპონენტების გარეშე პრაქტიკულად წარმოუდგენელია, რომ ესეთი გამარტივებელი გახდეს, ხო, ამ გზის გამარტივებელი გახდეს. ანუ ამ თვითაც მარტო ოჯახს არ შეუძლია. დიახ, ზუსტად ამას გადასვლას ვაპირებ, რომ აქ რამოდენიმე კომპონენტია და მინდა რომ საზოგადოებას ამაზე მივაწოდოთ ინფორმაცია. აქ 4 ძირითადი მიმართულება განიხილება. პირველი მიმართულება გახლავთ თვითონ ინდივიდუალურ საჭიროებებზე მორგებული განმავითარებელი აქტივობები, რომელიც იგეგმება ხოლმე. მეორე მნიშვნელოვანი კომპონენტი არის ოჯახი და ოჯახის მხარდაჭერა აქტიური. მესამე გახლავთ საზოგადოების მხარდაჭერა და ძალიან მიხარია, რომ ჩვენ ყოველ წელს ზუსტად ამას ვაკეთებთ, რომ ეს ცნობადობის ამაღლების დღეები სწორედ ამას ემსახურება, რომ ჩვენ გავზარდოთ საზოგადოებაში ცნობადობა და აი აუცილებლად მინდა რომ დამავიწყოს, აი ძალიან ხშირად მშობლებისგან მესმის, რომ იცით, ჩვენ ძალიან ბევრს ვაკეთებთ ამ ბავშვების შესვლისთვის, მაგრამ უნდა საზოგადოებას დაგვეხმაროს, რომ თავისი ინფორმირებით, უფრო ღრმა ცოდნით საკითხთან დაკავშირებით, უფრო მეტად იყოს მიმღები ამ ბავშვებისთვის და აუცილებლად არ უნდა გამოგვჩას მეოთხე მნიშვნელოვანი კომპონენტი, ეს გახავთ სახელმწიფოს მხარდაჭერა. ხო, აქამდე ჩვენ ძალიან ბევრ რაღაცას ვაკეთებდით ჩვენი ევროპელი და ამერიკელი კოლეგების დახმარებით და მე ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ აწიც ასე გაგრძელდება, იმიტომ რომ ამ დახმარებების გარეშე ამ ადამიანებზე ზრუნვა და ამ ადამიანების ტრანზიცია პრაქტიკულად შეუძლებელი იქნებოდა. თქვენ დასვით შეკითხვა უშუალოდ ოჯახის ჩართულობასთან დაკავშირებით ძალიან მნიშვნელოვანია, რომ აქ გავამახვილოთ ყურადღება, ინახეთ რამოდენიმე მიმართულება ცნობადობაზე, ცნობადობის ამაღლებაზე ვისაუბრეთ საზოგადოებასთან მიმართებაში და იგივე მინდა გითხრათ ოჯახშიც. აი ჩვენ გვაქვს შემთხვევები, როდესაც ძალიან დიდი ხნის დასმული დიაგნოზია ბავშვთან და აი ეს დეტალები, რომელიც ასეთი მნიშვნელოვანია მათი შვილისთვის, შეიძლება რომ ამ დეტალებზე ინფორმაცია მშობელს არ ქონდეს. ამისი კარგი მაგალითია, რომ მაგალითად მოდის მშობელი და გვეკითხება, რომ კიდე რამდენი ხანი უნდა იაროს თერაპიაზე ბავშვმა, ხო? მე თუ ვიცი, რომ ეს არის ნეირობიოლოგიური მდგომარეობა, ნეიროგანვითარებითი მდგომარეობა, მშობლის მხარდაჭერა მას მთელი ცხოვრების მანძილზე სჭირდება. ძალიან მნიშვნელოვანია სწორი მოლოდინების არსებობა საკუთარი შვილების მიმართ. იცით, აქ არც მეტი ვარგა და არც ნაკლები, არც ერთი იგებს და არც მეორე. ანუ მე თუ უფრო ნაკლები მოთხოვნა მექნება ჩემი შვილის შესაძლებლობის მიმართ, მე ვერ შევძლებ მის განვითარებას. ისევე როგორც მე თუ გადავაჭარბებ რეალურად ჩემს მოთხოვნას, აუცილებლად წამოვა დამატებითი პრობლემები, როგორც არის ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემები. იმედგაცრუება, ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემები და არ უნდა დაგვაუწყდეს ჯადოსნური ჯოხის ზიება, რომელსაც არასოდეს არ მივყავართ კარგ გამოსავლამდე. ამიტომ არის, რომ ეს ადამიანები შემდეგ დადიან სხვადასხვა სივრცეში, ითხოვენ უკვდავების წყალს, ანუ მედიკამენტს, მეთოდს, რომელიც შეიძლება აბსოლუტურად არაეფექტური იყოს და საკუთარი შვილი პრაქტიკულად ცდის ობიექტად აქციონ საბოლოო ჯამში. ძალიან დიდი მადლობა მედա, რომ ამ საუბრების ციკლის გაგრძელების შესაძლებლობა მოგვეცით და თქვენ ბრძანეთ ცნობადობა. ძალიან ძნელად წარმოსადგენია სივრცე, სადაც ამდენ დროს უთმობენ
აუტისტური სპექტრის აშლილობასთან დაკავშირებით საზოგადოების ინფორმირებას. ჩვენ არა უბრალოდ ერთ გადაცემას, არამედ როგორც წესი ყოველწლიურად საუბრების ციკლს უთმობთ ხოლმე ამ თემას და რაც თავია სხვადასხვა დროს სხვადასხვა საბაბით ვუბრუნდებით, არა მიზეზით. მიზეზი ერთი გვაქვს. ჩვენ გვინდა საზოგადოებამ მეტი იცოდეს და მეტად გამოხატოს მხარდაჭერა. ხოლო საბაბი ყოველთვის გამოჩნდება და დღევანდელი ჩვენი გადაცემაც იყო მორიგი საბაბი იმისათვის, რომ ამ თემაზე გვესაუბრა. მადლობა თქვენ, რომ ყოველთვის მონაწილეობთ ამ წამოწყებაში. მაყურებელს შევახსენებ, დღევანდელი ჩვენი გადაცემის სტუმარი გახლდათ ბავშვთა ფსიქიატრი და ნევროლოგი ერთდროულად, მედიცინის დოქტორი ქალბატონი მედეა ზირაქაშვილი. მე არ გემშვიდობებით, წინ კვებითი შუქნიშანი გელოდებათ. ჩვენ ძალიან ხშირად საუბრობთ ხოლმე კვებით რეკომენდაციებზე, რომელიც ქვეყნდება აუტიზმთან დაკავშირებით. არა იმიტომ, რომ ერთ უნივერსალურ კვების მოდელს შეუძლია აუტიზმის დამარცხება, არამედ იმიტომ, რომ აუტიზმის უკეთესი მართვისთვის ჩვენ პერიოდულად ვსარგებლობთ იმ მტკიცებულებებით, რომელიც ჩნდება თანამედროვე მედიცინაში. მაგრამ დღევანდელი საუბარი გრძელვადიან პერსპექტივას გულისხმობს და გულისხმობს ცხოვრებას აუტიზმთან ერთად, როდესაც კვების მოდელი მთლიანად იცვლება და ყველაზე საყურადღებო არის მდგომარეობა, რომელსაც ჰქვია ერთფეროვანი კვების მოდელი. რატომ არის ეს ასე საყურადღებო და რატომ არის ასე მნიშვნელოვანი? ერთფეროვანი სიტყვა სიტყვით ერთ ფერს ნიშნავს და ხშირ შემთხვევაში სწორედ ასეც ხდება. ერთსა და იმავე პროდუქტზე ვლაპარაკობთ კვების მოდელში, ერთსა და იმავე შეფერილობაზე ვსაუბრობთ საკვები პროდუქტებისა და ეს უკიდურესად ავიწროვებს კვებით არჩევას. მაგრამ ერთფეროვანი კვების მოდელი ამავე დროს თავის თავში გულისხმობს ერთგვაროვნებას. ანუ ერთფეროვანი კვება არის ერთგვაროვანი კვება. ხშირ შემთხვევაში არის მონოტონური, ანუ პრაქტიკულად ერთსა და იმავე ტონალობას ატარებს საკვების რაციონი, ულუფა, რეჟიმი და კიდევ უფრო მნიშვნელოვანია აქ იმის ხაზგასმა, რომ არსებობს მონოკომპონენტური კვება, ანუ ერთი კომპონენტის გამოყენებით, როდესაც მხოლოდ ერთი რომელიმე რჩეული პროდუქტით გამოირჩევა ხოლმე კვების მოდელი. ასეთ შემთხვევაში ჩვენ ვლაპარაკობთ, რა საკვირველია კვების შეზღუდვაზე. და შეზღუდვა ყოველთვის საყურადღებოა, შეზღუდვა ხდება ენერგეტიკული თვალსაზრისით, შეზღუდვა ხდება საკვები თვალსაზრისით, იმიტომ რომ საკვები ნივთიერებების ნაკლებობა, სიმწირე არის არა უბრალოდ თვალში საცემი, არამედ ორგანიზმისთვის უკიდურესად საგრძნობი. ეს მდგომარეობა საყურადღებოა მაშინ კიდევ უფრო მეტად, როდესაც ამ ტიპის კვების მოდელი შენარჩუნებულია ხანგრძლივად წლების განმავლობაში. რატომ არის ცუდი ასეთი კვება? ზოგადად ერთგვაროვანი, ერთფეროვანი მონოტონური, მონოკომპონენტური კვება ყველასათვის ერთნაირად, არა მხოლოდ აუტიზმის დროს, არამედ ნებისმიერი მდგომარეობის დროს არ არის გამართლებული მხოლოდ ერთ პროდუქტზე დიდი იმედების დამყარება, იმიტომ რომ ჩვენ არ გვაქვს დედამიწაზე ერთი უნივერსალური პროდუქტი, რომელიც ყველა ამოცანას შეასრულებს და აქედან გამომდინარე ერთ პროდუქტზე დამყარებული კვება, ან ერთი ჯგუფის პროდუქტებზე დამყარებული კვება უკიდურესად შემზღუდავია და ამავე დროს ჩვენ გვიყალიბდება, რასაც ხშირად ვახსენებთ ხოლმე, შეჩვევა, შეგუება, მეტაბოლური ადაპტაცია. და ასეთ შემთხვევაში ორგანიზმს აუცილებლად სჭირდება გავარჯიშება ახალი ნივთიერებების მიწოდებით იმისთვის, რომ დაიბრუნოს ჩვეული ფორმა. და ბოლოს და ბოლოს, როდესაც საუბრობთ მონოკომპონენტურ, ერთგვაროვან, ერთფეროვან საკვებზე, ჩვენ გულისხმობთ საკვებს, რომელშიც საკვები ნივთიერებები ერთი ფერით ერთი ნივთიერებით შემოიფარგლება და ორგანიზმისათვის, განვითარებისათვის, მისი ყოველდღიური ცხოველქმედებისთვის, როგორც წესი საჭიროა ბევრი ნივთიერების ერთობლიობა. ამიტომ ასეთი კვების მოდელის გაფართოება არის მთავარი ამოცანა. მიუხედავად იმისა, როგორ ვითარდება მოვლენები, როგორია სოციალური ადაპტაცია ადამიანისა, რომელსაც აქვს აუტისტური სპექტრის აშლილობა,
ასაკის მატებასთან ერთად კრიტიკულად უნდა შეფასდეს, როგორია მისი კვების მოდელი, სოციალური მოთხოვნების, სამედიცინო მოთხოვნების, ფსიქოემოციური მოთხოვნების შესაბამისად და ასეთ შემთხვევაში თუ ჩვენ შევნიშნეთ, რომ მიუხედავად მცდელობისა, კვება რჩება ერთგვაროვანი, ერთფეროვანი, მონოტონური, მონოკომპონენტური, აუცილებლად უნდა მივიღოთ შესაბამისი კონსულტაცია იმისათვის, რომ კვება მაქსიმალურად გაფართოვდეს. ეს იყო დღევანდელი ჩვენი რეკომენდაციები. მე გემშვიდობებით ჯანმრთელობას და დღეგრძელობას გისურვებ.